მოკლედ სადამდე როდემდე სადამდე სანამ არ დამარცხება რეჟიმი როგორ როდის სანამ მართლაც კიდევ თქვენ არ დამარცხდება რეჟიმი რამდენიც საჭირო იქნება არა თუ რამდენს შევძლებთ სადამდე შევძლებთ არა რამდენიც იქნება საჭირო ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის დასამარცხებლად და ეს პროცესი არის უკვე დაწყებული საყოველთაო პროტესტი საყოველთაო ყოველდღიური სახალხო პროტესტი იმ წერტილამდე მივა როდესაც ქვეყანაში იქნება საყოველთაო დაუმორჩილებლობა არ ჯეროდა ივანიშვილს რომ ის რაც ხდება მერვე დღე მისი რბილად რომ თქვა უტვიფრობიდან გამომდინარე შეიძლება მომხდარიყო მაგრამ მან ეს მოახერხა და ხდება ის რაც ხდება და ხალხი უკვე ყველა აცნობიერებს რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის და არა ვიღაცისთვის და ვიღაცეებისთვის აი ასევე მოხდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამიტომ რომ ვინ როგორ ანაერად არ უნდა იყოს დაპატიმრებული რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული რამდენ ოფისის არ უნდა შევიდეთ ეს პროტესტი ხალხის მიერ გაგრძელდება და მეტის მეგონი აქ კოლეგებმა ისაუბრეს ხო ისაუბრეს მიუხედავად იმისა ვის რომელ ოფისში თავს დაესხევია პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყურადღება არ უნდა იქნეს გადატანილი და ხრეკა რაც გამარჯვება იქნება გარდაუვალი არ ვსაუბრობთ დაკავებებზე პოლიტიკოსების ვითომეტეს ხო მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მეგობარი ჩვენი თანამებრძოლი ნიკა გვარამია ხო ყვა შეიძლება სხვა იყოს ზეკი შეიძლება სხვა იყოს და ყველას გაცნობიერებული მაშინ როდესაც 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და ბევრი მათგანი უმოწყალოდ დაცემი მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხილვა უნდათ მომავალში ეს არის ხო ერთადერთი мотиваცია რატომაც 100,000 ადამიანი გამოდის ამიტომ აქ ასეთი სეგრეგაცია ვინ პოლიტიკოსი ვინ ინჟინერი ვინ ექიმი ვინ მასწავლებელი აღარ არის ყველანი ვართ ამ პროცესში თანასწორები ამიტომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას რომელ პოლიტიკურ პარტიას მოკლედ დალუქავენ არ დალუქავენ ეს ოფისები არის პირობითი უკვე ეს ოფისები უკვე ვეღარ ასრულებენ პარტიულ ფუნქციებს ხო გასაგებია როდესაც იწამლებიან როდესაც ნაწამები ადამიანებია მაქსიმუმ ეს ოფისები როგორც ფართი მოხმარდეს ამ ადამიანების რეაბილიტაციას დროულს სანამ ისე საავადმყოფოში იქნებოდა გადაყვანილები ამიტომ ჩემო კარგებო ვისაც არ გჯერათ რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესი უპირისპირდება ქართულ ინტერესს და ქართულ ხალხს ამ ეტაპზე ვისაც აჯერა ამ ადამიანთა კამაც არავინ აღარ ვაპირებთ მაგრამ მადლობა ღმერთს დიდი უმრავლესობა ძალიან დიდი უმრავლესობა ძალიან სწორად დაფასებს შექმნილ ვითარებას და მეტიც არა უბრალოდ დაფასებს არამედ მოქმედებაზეა გადასული ამიტომ ეს გელოდებიან ნიკა კომუნიკაცია რა თქვენი აზრით რატომ გელოდებიან ახლა ქვევით გასასვლელში დგანან ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები რომლებიც სახესმალავეთ სპეცრაზმის გვერდით დგანან და თქვენ გელოდებიან ეს კიდევ ერთი დასტურია ხო არ ვიცი რა ხდება გავოთ ნახავთ გასაგებია კრიმინალური რეჟიმია ეს ოლიგარქიული რეჟიმიც არ არის ხო კრიმინალური რეჟიმია სადაც ზვარი პოლიციელსა და ნამდვილ კრიმინალს შორის სამწუხაროდ ძალიან ბევრ პოლიციელსა და ნამდვილ კრიმინალს შორის აშალა ივანიშვილმა ვისაც ვია პოლიციის ფორმა ვის არაც ვია ვინ არის მართლა პოლიციელი ამ ნიღბიანი ადამიანების მიღმა ვინ იმალება არავინ ვიცით რა პროფესიის ადამიანი ცალსახაა რომ ბევრი მათგანი არ არის პოლიციელი ეს ის ხალხია ვინც ცდილობს ძალაუფლება შეუნარჩუნოს რეჟიმს ჩემო კარგო მოვა დრო ძალიან მალე რაც უფრო აქტიურები ვიქნებით კიდევ უფრო მალე დადგება ეს დრო როდესაც თავისუფალი აზრის გამოთქვა საფრთხის შემცველი არ იქნება თავისუფალი აზრის ყოველდღიურ რეჟიმშიც გაცნობა საზოგადოებისთვის სოციალური მედიით ტელევიზიით ისე საუბრით საჯარო მოხელე იქნები შენ პედაგოგი თუ სხვა და სხვა საფრთხის შემცველი არ იქნება დღეს ძალიან ბევრი
ადამიანისთვის ესაა საფრთხის შემცველი. ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყანაში ასობით იმ 1000 საქართველოს მოქალაქის მსგავსად ფიქრობს, ვინც რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დგას დღეებია უკვე, მაგრამ ვერ გამოდის, არათუ ვერ გამოდის, ას ვერ აფიქსირებს. აი ეს ადამიანები ძალიან მალე გათავისუფდებიან სხვებთან ერთად აი ამ მაწუხებისგან და ქვეყანა იქნება ევროპული და ეროვნული. ამ ქვეყანას აქვს ძალიან მაგარი მომავალი. ამ სახელმწიფოს აქვს ძალიან დიდარი მომავალი. ამ სახელმწიფოს აქვს ძალიან მრავალფეროვანი ბედნიერი მომავალი. ამ ბედნიერ მრავალფეროვან და განსხვავებულ ძალთა და არუსი ჯგუფების თანაცხოვრებით შექმნილ სახელმწიფოს ივანიშვილი ვერ ამოშანთავს და ვერ დაარქვევს ამ სახელმწიფოს ერთი ადამიანის სახელმწიფო.